თუ მიაქციეთ ყურადღება, ვლადიმირ ვლადიმირიძე პუტინი რუსეთის შლეგი შეშლილი ლიდერი გვარიანად მობერებული. კი ცდილობს, რომ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, 3, 4, 5, 6 თვეში ერთხელ დაიბაროს ხოლმე შესაბამისი სპეციალისტი და შეიშხაპუნოს ლოყის არეში ძირითადად, აგრეთვე შუბლის არეში ნამდვილად ვხედავ და ხვდები, ეს ბოტოქსი ჰქვია, ხო, ბოტოქსი. ანუ გამოიბეროს, მოიბეროს და ეს ნაოჭები, რომელიც ბუნებრივად უჩნდება ყველას და მათ შორის პუტინსაც ასაკში შესვლასთან ერთად, დაიმალოს, ამას კი ცდილობს, მაგრამ ბოტოქსით ნაოჭების დამალვაც კი ვერ შველის მის იმ მდგომარეობას, რომელიც პრინციპში მაინც შესამჩნევია, პუტინი აღარ ასხივებს გამარჯვებას. აი 2022 წელს მაისის 9-ში, როცა გამოდიოდა აღლომზე და როცა რიხით ამბობდა სიტყვებს, რომ Россия выиграет, Россия одержит победу, Россия не победимая страна, ანუ დაუმარცხებელი ქვეყანაა რუსეთი, იქ გაცილებით ომახიანიც იყო, გაცილებით დამაჯერებელიც, გაცილებით თვალში სხივიანიც კი. 23 წელს უფრო ჩაქრა, 24 წელს უფრო ჩაქრა, 25 წელს უფრო ჩაქრა, 26 წელს პუტინი საერთოდ ერთის მხრივ ჩამქრალი და მეორეს მხრივ თვალში სხივ დაკარგული კაცია. ის აღარ ასხივებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ ყინჩად გრძნობს თავს, უფრო ზუსტი რომ იყო საზოგადოებას აჩვენებს, რომ აგენახეთ რა ბრგედ გამოვიყურებიო, რა ყინჩად გრძნობ თავსო, რა მაგარი ვარო და იგივე სიტყვებს, პრაქტიკულად იგივე სიტყვებს წარმოთქვამს, რაც წარმოთქვა 22-ში, 23-ში, 24-სა თუ 25-ში, ასე მაგალითად 9 მაისს, სწორედ SVO-სთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად ეს რიხი მაინც გამქრალია, მე სულაც არ გამიკვირდება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ასაკში შესულ პუტინთან დაკავშირებით, ასე მაგალითად 26-ში ან 27-ში, 28-ში პოლიტბიურომ კი არა კრემლმა გააკეთა სამგვარი ოფიციალური განცხადება, внезапно, მოულოდნელად, სკანჩალსა, გარდაიცვალა, ვოჟიდ, ამას ალბათ ვერ იტყვიან, ანუ ბელაც ვერ უწოდებენ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მაგრამ პრეზიდენტად კი მოიხსენიებენ, რაც საკვირველია პრეზიდენტ Российской Федерации великий Владимир Владимирович Путин. გარდაიცვალა დიდი დიადი ვლადიმირ ვლადიმირიძე პუტინიო. ამას 26-ში მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ოკეი, არ იყოს 26, იყოს 27, 27 არ იყოს და 28 იყოს 28-ს. ჩვენში დარჩეს, ხო? ხო არ გასცდება ეს ყველაფერი 29-ს თუნდაც. ანუ პრინციპში ჩვენ მაინც ვადევნებთ თვალყურს, არ ვესწრებით უფრო ზუსტი რომ იყო, პუტინის მმართველობის დასასრულის დასაწყისია, დაისია ახლა. განთიადი აისი, ალიონი. აისი იყო ამ 26 წელია, ხო, ამ 26 წლის წინ, როცა ელცინმა მასზე ნაკლები კი არ იყო ეს ელცინი. მასზე იმპერიალისტი შესაძლო არ იყო მთლად, მაგრამ ისიც კაი გვარიანი ბოღმა კაცი იყო. მაგრამ მაინც ქარაფშუტა კაცი იყო ერთის მხრივ და რაც მთავარია, უძალო კაცი იყო, თორე ძალიან ყოფილიყო ის, ვინც ის და იქნებ უარესებსაც კი ჩაიდინა, პრინციპში ჩაიდინა კი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. პირველი და მეორე ომის დროსაც. მოკლედ, ელცინმა 2000 წელს დანიშნა ის პრემიერ-მინისტრად 21 საუკუნის დასაწყისში, მერე პრეზიდენტად მემკვიდრედ დაასახელა, ჩააბარა და თავისი ჭამა, თავის ოდენა ჭამა. მოკლედ, მე არ გამიკვირდება, რომ 27 იქნება თუ 28 თუ 29, კრემლი გვაუწყებს ამგვარ ამბავს, სკანჩალსა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ პუტინს ჩაანაცვლებს დემოკრატი ვინმე რუსი. დემოკრატები ყავს კი რუსეთს საერთოდ? არა, მე მგონი რომ დემოკრატები, აბსოლუტური დემოკრატები რუსეთს არ ახავს პოლიტიკურ ელიტაში ყოველ შემთხვევაში. დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც გადაიბარებს ძალაუფლება ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი მოლოდინით, აზრით და რწმენით, ნებისმიერი პირი, კუზნეცოვი, ივანოვი, პეტროვი, სიდოროვი, ვინც იქნება პუტინის მემკვიდრე, ის გაემიჯნება პუტინს. და უკლებლივ ყველაფერს, რაც კი მოხდა ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელიწადია დღეიდან, რომ გადავიანგარიშოთ უკან, ყველაფერს შესტენის სწორედაც, რომ ვლადიმირ ვლადიმირიძე პუტინს მე გაგახსენებთ.
რომ 1953 წელს გარდაიცვალა იოსებ ბესარიონის სტალინი ომის დამთავრებიდან 8 პრაქტიკულად 8 წლის თავზე, ანუ 7 წლისა და 10 თვის თავზე, თუ თავად სუსტი ვიქნებით არ მინდა შემეშალოს და 3 წელიწადში იქიდან 56 წელს ეს კაცი, რომელმაც ესეთი დიდი გამარჯვება მოუტანა რუსეთს, მოუპოვა რუსეთს, ეს კაცი დაგმეს, მავზოლეუმიდან გამოასვენეს უკვე შემდგომ, მისი ბელადობა ეგრეთ წოდებული გააუქმეს, ნიველირება გაუკეთეს, დახიეს ქაღალადები, სადაც ყველგან მოხსენიებული იყო როგორც ბელადი, პიროვნების კულტი ჩამოანგრიეს, ჩამოსანგრევი იყო ბევრი თქვენგანი მეტყვის და ეს ბევრი თქვენგანი მართალი იქნებაგან არა. მოკლედ სტალინს გააბედეს და გაემიჯნა. და ადამიანები მათ შორის თბილისში ხვრიტეს იმის გამო, რომ ადამიანებმა მოქალაქეებმა ბელადი სტალინი მეორე მსოფლიო ომის ნაწილ დიდსალამულო ომში გამარჯვებული სტალინი გაბედეს და დაიცვეს. შესაბამისად მე მგონია, რომ პუტინის მემკვიდრე ვინც იქნება, როცა იქნება მაშინ 28-ში ვთქვათ, ის გაემიჯნება პუტინს და ყველაფერს შესწერის. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდება რუსეთი როგორც ქვეყანა. რუსეთმა თავიდან ბოლომდე მათ შორის მემკვიდრეებმაც უნდა აგონ პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს თავისუფლების მოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინა რუსეთმა ახლა საქართველოს კონტექსტში ზუსტად 2 წუთი არც კი. აი ამ მომენტისთვის, როდესაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთს დაეკისრება კომპენსაციების გადახდა და ნახევარი უკრაინის თუ არა მესამედი უკრაინის აღდგენა მაინც ყოველ შემთხვევაში იმდენი ფულის მიცემა, რომ მესამედ უკრაინას ეყოს, საქართველოს უნდა ისარგებლოს, ეს მომენტუმი უნდა გამოიყენოს და თქვას შემდეგი სიტყვა დაახლოებით. ვიდრე უკრაინის ომამდე, ანუ 2014 ან თუნდაც 2022 წლამდე, 90-იან წლებში და 2008 წელს საქართველოში მოხდა კატასტროფა. ჩვენ გვესმის, რომ ისეთი მასშტაბებით ან ყოფილა კატასტროფა, რა მასშტაბებითაც ეს განმეორდა უკრაინაში, მაგრამ ჩვენც გვეკუთვნის კომპენსაცია, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ოკუპაციის და აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა. ჩვენი ხალხის ეთნიკური წმენდა პრაქტიკულად გენოციდიც განხორციელდა გასული საუკუნის 90-იანებში. 2008 წელს ჩვენც დაგვესხა რუსეთი თავს. აქედან გამომდინარე, აი ამ უტოლბილს, აი იმ დევნილს, იმ უტოლბილს, იმ დევნილს, კიდე იმ დევნილს და ასე შემდეგ, უნდა ღირსეული კომპენსაცია, ღირსეული ცხოვრება, მათ შორის სახლების აღდგენაც. რუსეთის აღდგენილი სახლების სასაკვირველი არ გვინდა, აქედან გამომდინარე, გვინდა პირობითად ლაპარაკობ ცხადი არიცხს და ისახელებთ თანხის ოდენობას, მაგალითად რაღაც 1 მილიარდი ან 3 მილიარდი დოლარი. კეთილი ინებოს, საიდანაც უნდა იქიდან ამდენი წლის განმავლობაში რუსეთმა გადაიხადოს ეს საქართველოს ბიუჯეტში, საქართველოსთვის. არის თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წოდებული ბანდა ამის მომთხოვნი? მე კითხვა მაქვს ამგვარი. გასაკვირველია არა. იმიტომ რომ ესენი არა მარტო ვერ, არამედ არც იჯერებენ იმას, რომ რუსეთი მარცხდება და რა არის არ დაჯერების საფუძველი მიზეზი, საბაბი. მარტო ის, რომ ცოტა ჭკვასუსტები არიან, თუ ისიც, ვინც ის და ისიც, რომ რუსეთზე ასე ჩამოკიდებულნი არიან, რუსეთის გარეშე უბრალოდ მათი პოლიტიკური, კლუბი მეორე პოლიტიკური ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელი. რომ არა რუსეთი, ესენი არ იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში, რუსეთი რა გინდა რა მეთოდით იცავს, ხარს უჭერს. ინგლისური სიტყვა ვიხმაროთ, ხო? ასაფორთებს ბიზი და ივანიშვილს და მის ქვემოთ მყოფ ადამიანებს. ასაკვირველია, ბიზი და ივანიშვილი პირველ ყოვლისა ბიზნესია და მერე პრორუსი. თუმცა მე არ ვიცი, არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, ეს სწორი მოსაზრება, აპრიორი სწორი მოსაზრება, იქნება ჯერ პრორუსია და მერე პრობიზნესტი. ან ერთმანეთს რატო გამორიცხავს? სტოლობის ნიშანი რატო არ არის პრობიზნესტობასა და პრორუსობას შორის? თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ანუ არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, არა ბანდის წევრებზე, არამედ მეზობელზე, მეგობარზე, ნათესავზე, ახლობელზე ვლაპარაკობთ, რომ პრორუსი არის იგივ პრობიზნესტი, ან პირიქით პრობიზნესტი იგივ პრორუსია,
ბიზინა ივანიშვილზე მით უფრო უნდა ვილაპარაკოთ. პრობიზინისტი ივანიშვილიც ასაკვირველია პრორუსი. პრორუსი კი არა, რუსი გამოდის. კიდევ ერთი საკითხი. რუსეთი ასაკვირველია ომში უკრაინის წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვებს. მიმდინარე წლის საკმაოდ სერიოზული ანალიტიკოსები ამბობენ ამას, ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოს. მიმდინარე წლის უკვე სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთი დაიწყებს უკან დახევას არსებითად. პუტინის რუსეთი თუ პოსტპუტინისტური რუსეთი უკვე იმხანად. არსებით უკან დახევებს დაიწყებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უხეშად. მომავალი წლის აპრილში, მაისში, ივნისში, მოკლედ აი დღეიდან და უხეშად სულ მაქსიმუმ წლინახევრის განმავლობაში ომის გაგრძელების გათვალისწინებით და შემთხვევაში რუსეთი უკრაინას დაუბრუნებს და დაუბრუნებს ერთ სოფელს, მეორე სოფელს, მესამე სოფელს, მეოთხე სოფელს, მერე შედარებით დიდ სოფელს, მერე შედარებით დიდ ქალაქს, მერე შედარებით დიდ რეგიონს, მოკლედ დონბასს მთლიანად და ვინიცის ყირიმსაც კი. ეს ის ომია, კარგად უნდა გავიგოთ, რომელშიც არ არსებობს გამარჯვებული და გამარჯვებული, მოდი ხელი ჩამოვართვით და გავიარეთ, თქვენ დაგჭათ ეს სოფელი, მე დამრჩა ის სოფელი არა. ეს ის ომია, რომელშიც გამარჯვებული უნდა იყოს ერთი მხარე. ვინ არის ეს ერთი მხარე და რასაკვირველია უკრაინა. მაგრამ ამაზეც არ ვლაპარაკობ ახლა. წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ბიზინა ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი ოცნება და ეგრეთ წოდებული SVO წარმატებით გაგრძელდა და დასრულდა. ანუ რუსეთმა დაიპყრო არა მხოლოდ დღეს დაპყრობილი ტერიტორიები შეინარჩუნა, არამედ სხვა ტერიტორიებზეც გადავიდა, უკრაინას უკან დაახევინა, ზელენსკი საერთოდ ერთმა დაიფაროს ჯვარისწერია და მოკლეს, ასე მაგალითად, მერე მოვიდა რეჟიმ ჩეინჯი მოხდა, მაგალითად უკრაინაში, მერე მოვიდა რომელიმე შემრიგებელი ერთგვარად პრორუსი, იმიტომ რომ ბოლომდე პრორუსი არ მოვა, მოკლედ შემრიგებელი ლიდერი უკრაინაში, არ დავასახელებ, ვინ შეიძლება იყოს თეორიულად, გაუწოდა იმან ხელი, მოდი მოვილაპარაკოთ რაღაცეებზე თქვენ, მოკლედ დაიხია რაღაცეებზე უკან და ასე შემდეგ და მოკლედ ის სცენარი არ განხორციელდა, რომელზეც მე ვლაპარაკობ და არა მხოლოდ მე ვლაპარაკობ. ანუ ერთი გამარჯვებული და ერთი დამარცხებული. ორივე გამარჯვებული ან ორივე დამარცხებული. რა შვება უკვე ამის შემდეგ მოფერიანებული რუსეთი. დღეს მას არ აქვს შესაძლებლობა შეუტიოს თუ ობიექტურები ვიქნებით კონვენციურად ასე მაგალითად პოლონეთსა და ლიეტვას. და სუვალკის დერეფანის გავლა გაჭრით კალინინგრადამდე ჩავიდეს. ან ესტონეთს და არტყას იცით რატომ? იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია 2, 3 თუ 18 რაკეტის, ფრთოსანი რაკეტის თუ 43 დრონის გაშვება, რასაკვირველია შეუძლია, მაგრამ ესე ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია თუ არ მიაყოლა, ეგრე უშუალოდ და იყოს ეს დრონი ჩამოვარ და აფეთქდა, რაღაცა აფეთქა და აზიანა შესაძლოა მსხვერპლიც არის, მაგრამ ერთჯერადი აქტია სახმელეთო ოპერაცია ყველა ქვეყანას ჭირდება იმისთვის, რომ ტერიტორია როგორც ასეთი დაიკავოს. და ტერიტორიის დაკავების უნარი, მოდის ვიხდით, უგნებავთ სხვა სიტყვასაც ვიხმარ. თუ შევიკავოთ თავი, რუსეთს არ აქვს. ახლა მე ვკითხულობ, როდესაც ან იმ შემთხვევაში თუ ერთგვარი ზავით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, თუ ასე დასრულდება, ასეთი შედეგი იქნება, ამ შემთხვევაში რუსეთი ასაპირებს უკვე ხვალზე, როგორ გონიათ, სუვალკის დერეფანის გავლითაც, გაჭრითაც ის მიდის კალინინგრადამდე. ესტონეთსაც დაიპყრობს ესტონეთის ნაწილს. მოკლედ სახმელეთო ოპერაციებს იწყებს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ თუ წინააღმდეგ. და მე არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამერიკის გარეშე დარჩენილი ევროპა ადეკვატური იქნება. ადეკვატური, ანუ სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ ძალას გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, ანუ ჩაებმევა მასთან სერიოზულ მეორე ომში. მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მოხდება, გულახდილად გეტყვით. მე გეუბნებით დაშვება, აი თქვენ გეუბნებით ადამიანებს, რომლებიც რუსეთს ქომაგოთ, ბიზინა ივანიშვილის მომხრეებს. ანუ ესე რომ მოხდეს, მე რა ხდება, მე სახმელეთო ოპერაციებს იწყებს თუ არა რუსეთი. ასე თუ მოხდება, გულახდილად გეტყვით, რუსეთი ამაზე წამსვლელიც გია. ახლა მე დავსვამ კითხვას, როგორ გონიათ, ვის გამოიყენებს? ბელარუსებს მაგალითად გამოიყენებს თუ არა? ბელარუსი პრაქტიკულად გიბოდიშებთ და თავიდან ფეხებამდე რუსეთის უკანალში შეტენილი სახელმწიფოა. ლუკაშენკამ მოარღვია ჯერ ისედაც რა იყო ბელარუსის დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, ინსტიტუციები. რუსეთის ბრძანებები შეასრულა რა, პუტინის ბრძანებები, ლუკაშენკამ მოარღვია ბელარუსის სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე, ფეხქვეშ გათელა. ბელარუსელი ჯარისკაცები როგორიც არიან. ისინი რასაკვირველია ომში, მაგალითად პოლონეთის თუ ესტონეთის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებს გულისხმობ წავლეთ. აღარ ვლაპარაკობ უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში არსებულ ოლქებზე,
რომელთა მოქალაქეებსაც რას საკვირველია წაასხავენ. უხეშად, ბურიატები თუ ჩუვაშები, ხო, რას საკვირველია წინა ხაზზე იქნება. მაგრამ რუსეთს მეორე მხრივ საკუთარი ისედაც შემცირებულია რაოდენობა მოქალაქეებისა რუსეთში და ისედაც დიდი ექსპანსია ჩინური, მათ შორის დემოგრაფიული ექსპანსია. მაგრამ გარდა ამისა, უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა მისი ადამიანური რაოდენობრივი რესურსი. და საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნა საზარბაზდე ხორცად გაწირვა იმ დროს წინააღმდეგობა მაინც იქნება გარკვეული მაინც. რას საკვირველი არ უნდა. აი თუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ამასობაში შეეტენება და ასე საპირებს, ასე საკეთებს ფაქტია. რუსეთს მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდების, უხეშად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების, ან 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს რაღაცა სამეკავშირეო ან ურთიერთპარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ესენი რაღაც ფორმით წაასხავენ. სახელმწიფოთა შორის შეთანხმება არ იქნება ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ნუ იქნება. რუსეთი გახსნის აქ ამდენად სწორი სიტყვა ოფისები არ ვიცი. რუსეთი გახსნის ან ონლაინ ჩაწერის სერვისებს თუ ოფისებს და გარკვეული ფულადი კომპენსაციის თუ არაზღაურების სანაცვლოდ გაიწვევს ყოველ მეორე გვარებს დავასახელებთ უგნებავთ აბაშიძიდან დაწყებული ყველაზე ესეთი დიდი გვარია ხო საქართველოში და რაღაც ასობგერაზე დაწყებული გვარი დამთავრებული ყველა სოფლიდან მეთქი ან ყველა ქალაქიდან თუ უგნებავთ ასე 2000 კაციც რომ გაიწვიოს გამორიცხავთ ახლაც კი ცდილობს რუსეთი ქართველების გაწევას იმ მოხალისეებზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც გამოპონტურებულები არიან და რუსეთის სამსახურში არიან საბედნიეროდ უკრაინის სამსახურში გაცილებით ბევრი პროფესიონალი მეომარი მოხალისეა ქართველი საქართველოს მოქალაქე. ისინი ჩვენს თავისუფლებასაც იცავენ, ბარემ ვიტყვი. ყველას მიმართ პატივისცემას გამოხდა. ხო და აი ეს პერსპექტივა აქვს საქართველოს რუსეთის დაახლოებას. რუსეთი თუ ცუდი სიტყვა არა საკვირველია. რუსეთი თუ ფლირტს დაიწყებს ჩვენთან. ის აუცილებლად გაგვაუპატიურებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასეთია რუსების ბუნება. მაგრამ აქვე მინდა დაგამშვიდოთ, რომ ეს არის ცუდი სცენარი და წარმოუდგენელი სცენარი. არსებობის უფლება მაინც აქვს. ალბათ მაინც აქვს, მაგრამ ეს პრაქტიკულად განუხორციელებელი ამბავია. რამდენადაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, პუტინი გამოპუნტურდა თუ გამოპრუტუნდა. რუსეთი რეალურად მარცხდება. ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, სამხედრო მრეწველობა კატასტროფულ მდგომარეობაშია. აი ამ სანუკვარდა მთელი წელი რომ ემზადება, იმ მაღლუბსაც ვერ ატარებს რუსეთი. და რუსეთი დამარცხებულია. ფრონტის ხაზზე დამარცხება გააკლია, თორე სტრატეგიულად ის დამარცხებულია რახანი. რუსეთის დამარცხებას დაემთხვევა, ან რუსეთის საბოლოო დამარცხების გაფორმების მადასტურებელი იქნება მოულოდნელი განცხადება კრემლიდან. იმის თაობაზე, რომ скончался великий президент Российской Федерации Владимир Владимирович Путин. მე სულაც არ გამიკვირდება, არა, პირველი 2 თვე გამოათხრევენ რომელიმე ორეულს, კიდევ 2 თვე დამალავენ, იმასაც აღარ გამოათხრევენ, მაგრამ 5 თვეში ხო გაგვიმხილენ, ესეც მაქსიმუმ. და მოსული სიდოროვი, ივანოვი, პეტროვი, ასევე იმპერიალისტი, გასაკვირველია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მავზოლეუმში შესვენებული კი არ იქნება პუტინი, მაგრამ მაინც იტყვის შემდეგ სიტყვებს, რუსულად წარმოთქვა თქვენის ნებართვით. Во всем виновен Владимир Владимирович Путин. ყველაფერში დამნაშავე არის ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინი. და რუსეთი უკან დაიხევს და კიდევ ერთხელ დაიხევს. ეს მომენტუმიც უნდა მომზადებულები უნდა შევხვდეთ. დაიშლება თუ არა რუსეთი? მიუხედავად ჩემი უზარმაზარი სურვილისა, გულახდილად გეტყვით, რომ რუსეთი მარტივ მომრავლებად დაიშალოს და თუ რამე მიოცნებია, ან რამეზე მიფიქრია რუსეთისთვის არასასარგებლო თუ რამ მომსვლია თავში. დიახ, მე მიფიქრია, რომ რუსეთი უნდა და კარგი იქნება, რომ რუსეთი დაიშალოს. მაგრამ ოცნებები ყოველთვის ვერ ხდება, ან ბოლომდე ყოველთვის ვერ ხდება. ალბათ მაინც არ დაიშლება. რუსეთის დაშლა
სხვა პროცესებსაც გამოიწვევს. სოფლიოში და ამას ალბათ სოფლიო არ დაუშვებს, თუმცა შესაძლოა ვცდები. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, რომ ვიდრე კავკასია არ განთავისუფლდება, მანამდე ომი რუსეთის წინააღმდეგ არ დასრულდებაო. კავკასიაში კერ გადაღმა. იგულისხმება ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩერქეზეთი, დაღესტანი. ვიდრე დამოუკიდებლობის მეტ და მეტ ხარისხს არ მიიღებენ, თუ სრულ დამოუკიდებლობას არა, ეს რესპუბლიკები, მე სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მინდა რომ ასე მოხდეს, რასაკვირველია, მაგრამ ამისიც არ ბჯერა ბოლომდე. აქვს თუ არა ჩეჩენერს პოტენციალი, რომ იბრძოლოს რუსეთის იმპერიის წინ, თუნდაც დასუსტებული რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მე ეს არ ვიცი. გულახდილად გეტყვით. მაგრამ რუსეთი რომ დასუსტდება და აი ამ მომენტუმითაც რომ უნდა ვისარგებლოთ, როგორც უნდა გვესარგებლა გასული საუკუნის 90-იან წლებში და გაუმძვრალიყავით, როგორც მაშინ დასავლეთიც არ იყო ბოლომდე ადეკვატური, უნდა გაუმძვრალიყავით. ესეც ფაქტია და კიდევ ერთი დეტალი და ალბათ ბოლო აკორდი. ასეთ ისტორიკოსი აგვარია ფელჩინსკი ამბობს შემდეგ სიტყვებს. დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იყო, ის ჩემი რესპონდენტი იყო რამდენიმეჯერ კონტექსტში. დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იყო ის, რომ 90-იან წლებში გასული საუკუნისა არ ჩაკლა რუსეთი. და რუსეთის ჩაკლა იქნებოდა KGB FSB-ს გაუქმება. მეორე დღიდან 91 წლის მიწურულს ხო დაიშალა საბჭოთა კავშირი. მეორე დღიდან უხეშად იანვრიდან, მეორე თვიდან თუ გეოთ ასე ვიტყვი, KGB FSB-მ დაიწყო შეიმუშავა ახალი პროექტი, როგორ აღვადგინოთ საბჭოთა კავშირის მაგვარი სახელმწიფო. ეს მათ მაშინ არ გამოუვიდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის სათავეში მოსულმა პრეზიდენტმა პუტინმა ამ გეგმის მიზანმიმართული განხორციელება კი ნამდვილად დაიწყო. ვაგლახდა სამწუხაროდ 2012 წლიდან შეეხიდა პუტინს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილი. და მან შესანიშნავმა ნიჭიერმა შემსრულებელმა აღმსრულებელმა ბრძანებებისა მოსკოვიდან თუ გულახდილები ვიქნებით შეგვისრულა. მაგრამ მარადიული არც ბიძინა და არც ის მისი შეშლილი ბატონ პატრონი. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.